თუ სიზმარში გესიზმრებათ თქვენი ყოფილი მამაკაცი ან ქალბატონი, ამას აქვს რამოდენიმე ახსნა და დღეს მე გეტყვით თქვენ, როგორ აიხსნება ორი მათგანი. პირველი ახსნა არის ესეთი, რომ თუ სიზმარში ხედავთ მას თქვენთან ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ურთიერთობა და ენერგეტიკულად, როგორც ვამპირი გწოვთ ენერგიას, აი ესე ენერგეტიკულად ძილშიც შეუძლია ესეთ ადამიანს, რომ წაიღოს თქვენგან ენერგია, მიუხედავად იმისა, შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ ძილში წაიღოს მან თქვენგან ენერგია და ბედნიერება და ასე შემდეგ. დიახ, ეს არ გაგიკვირდეთ. მეორე, როდესაც თქვენ მამაკაცს მაგალითად ან ქალბატონს ხედავთ სიზმარში, ეს ნიშნავს, რომ ხშირად როდესაც ხედავთ, რომ მას რაიმე ჯადო ან რამეს აკეთებს ეს ადამიანი და მუდმივად გესიზმრებათ ის, იმიტომ რომ თქვენზე არის ენერგეტიკული ზემოქმედება და მუდმივად ძალით ფიქრობთ მასზე. ეს ძალიან სერიოზული რამაა, მეგობრებო, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად დაღლილიც კი იღვიძებენ და ვერ ხვდებიან რა სჭირთ, მაგრამ ადამიანები როგორც ენერგეტიკულად ვამპირიზმით, ასევე ჯადოთი ადამიანებს, რა თქმა უნდა, რომ ადამიანს რო ღვიძავს, მარტო მაშინ არ მოქმედებს ჯადო მასზე, ხო? რა თქმა უნდა, როდესაც ძინავს ადამიანზე ჯადო მაშინაც მოქმედებს. ამიტომ ყველაზე საშიშია, როდესაც თქვენ გძინავთ, იმიტომ რომ მოდუნებული ხართ და მთელი ენერგია თქვენგან იცლება. ერთადერთი, რა თქმა უნდა, ჩემს გარეშე და მაგის დახმარების გარეშე, რაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, რომ თუ ნახავთ თქვენ საბედოს სიზმარში, ადგეთ და მოუშვათ ონკანი და გამავალ წყალს მოუყვეთ, როგორ ნახეთ თქვენი საბედო სიზმარში და იმ დღეს თქვენ ენერგეტიკას ჩაკეტავთ. ანუ თქვენი ენერგია არსად არ წავა. ზოგს კი უხარია ხშირად სიზმარში რომ ნახულობს ადამიანს ხოლმე, მაგრამ ეს არც თუ ისე კარგია.